დავდგეთ იქ, სადაც ქარის ხალია, დასისხლიანი დგას ანგელოზი, ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს, ჩვენ პოეტები საქართველოს. მოგესალმებით, პატრიცემულო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემათა ციკლს, ჩვენ პოეტები საქართველოსი. დღეს სტუმრად გვყავს პოეტი, მასწავლებელი, პედაგოგი, პატრიცემული ქალბატონი დეზი ემანულიძე. მოგესალმებით, დეზი. მოგესალმებით, ბატონო ნიკო, მივესალმები საზოგადოებას, მაყურებელთ. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა მათ იმისთვის, რომ ჩვენთვის თანაზიარი დრო გამონახეს, მაგრამ ერთი თუ შეიძლება ხმამაღლა ვიტყვი. პოეტობა, ასეთი სტატუსით მომართვა, ალბათ ბედნიერება იქნებოდა ჩემთვის და ღირსმყოფადობა, თუნდაც იმ მათ გვერდით, ვისაც მართლა ეს ღირსების დიდებულება გვერდგვინათ ადგას. ასე თუ ვიტყვი, რომ რაღაცას ვქარგავდა, ვწკარავ მომავლის ბედნიერების ხივად, ამითიც მადლობა უფალს, მაგრამ პოეზიის და პოეტობა მადლობა. თუმცა მე გადაგმიერება მე მგონი გვესმის მოგზალება ძალიან კარგი. ბატონო, გასაგები არის, უღრმეს მადლობა. ვინ არის დეზი ემანულიძე? საიდან მოდის? თუ შეიძლება თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიის სამსახელი, ასე ვთქვათ, ბავშვობასაც გაატარეთ და შემდგომ რა დაამთავრეთ, როგორ მოხვედით დღემდე? ვინ არის დეზი ემანულიძე? ვინ არის დეზი ემანულიძეს? მე ასე არ დავიწყებ, რომ ეგზიუპერი ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, მეც ერთი მათგანი ვარ. ვინ არის? მაშინ ვიტყვი. სადაც ყოველთვის, რაც არ უნდა იყოს აღნიშნა, ამას რომ მე ვარ დედა. პირველი, რაც კი შეიძლება ღვთისგან მადლი ჩემთვის სიცოცხლის ფასეულობად იყოს, ეს არის ჩემი მადლი იმისა, რომ ჩემთვის უფალმა დედობა მომანიჭა და დიდება უფალო ამისთვის მადლობა ღმერთს და თუ რა კვალი და გზა გამოვიარე, ესეც უფლის მიერია, ნაკვალევი ჩემია, მაგრამ ძალა აუფლისა იმის, რომ ღირსეულად და ღვთისნიერად ვიარო. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელმაც დავიბადე ქალაქ ბორჯომში. გავიზარდე დედულეთში, იაკობის დიდი იაკობ გოგებაშვილის სოფელ ვარიანში, რასაც დიდი სიამაყით და ხმამაღალი ამოძახილით ვამბობ, რომ იაკობის ჰაერით ვარ დასუნთქი. და ალბათ შუქი, ის რაღაცა ზემოდან გადმომავალი ბრწყინვალება და შარავანდები, ჩემს სულს მართლა ეზიარა, მართლა მაქვს იმის ღვთაებრიობა, რომ იაკობის ხელოვნებას ნაზიარება, იაკობის დიდებულებას ნაზიარება, ჩემი ამოგვირისტებული რაღაც ნაფეხურები და ნაკვალევი განვლო ან განვლე. ვიყავი ძალიან კარგი ბავშვი, ეხლა თავისქებად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ვინც მიცნობს, თითოეული ვარიანელი, ბებოსთან გაზრდილი, ცოტა ხმამაღლა ვიტყვი, მეტი ჩარა ნებიერა დეზდემონა, მე ვარ დეზდემონა ემანულიძე, დეზი შემოკლებით არის. ძალიან კარგად ვსწავლობდი, არ ვიყავი ცუდი, მაგრამ ყოფა-ქცევარი, მაგრამ მეც ერთი ჩვეულებრივი ბავშვი. და ამ ყველაფერმა, რასაც კარგი მოსწავლეობა ჰქვია, მიმიყვანა იქამდე, რომ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრჯერ ვიყავი გასული არა მარტო ხელოვნების, არამედ ინტელექტუალური, მეცნიერული, იყო იქ რაღაც კონკურსები, ყველგან ვიყავი და ძალიან ბევრ შედეგობრივ დიდ მიღწევას იყო ჩემთვის ეს, რომელიც დატოვა დიდი კვალი, ალბათ გზაც გამიკვალა, გამინათა, გამიკაფა იქითკენ, თუ რას ქვია წარმატების დიდებულება ღირსეული ადამიანობისა და ღირსეული ადამიანების გვერდით. რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ აი დღეს დიდებული ბატონი რეზო მიშველაძე ჩვენთვის სათაყვანებელი ქალბატონი მაყვალა გონაშვილი. აი მზე ღვთაება. მე ცოტა ზედმეტად ეხლა გადავერთე, ზედმეტი არ არის. ბავშვობიდან გადმოვედი აქეთ, მაგრამ მე მას გრიგოლ ორბელიანის ამთავარ მეფისადმი მიძღვნილი სიტყვები ზუსტად ასე ვუთხარი, რომ მიხარის გიმზერ, ვწუხვარ და გიმზერ. და ეს მზერა მე მინდა სიცოცხლის ბოლომდე მგონდა. ანუ ზუსტად მას შევადარი, რომ სიხარულისა და ბედნიერების ბრწყინვალება ჩემში თქვენ დამიმზერაა მეთქი და
ბატონ რეზო კიდევ ადამიანი რომელიც მე სახელით სიყვარულით მომმართავს და ეს დიდ ბუმბერაზი ღვთაება ღმერთკაცი აბა ამაზე მეტი რა ნატრა უნდა მქონოდა ბავშვობაში რომ ასეთი ღვთიური ადამიანების გვერდით დგომის უფლება მომნიჭებოდა. კეთილი კი ბატონო, აქედანვე მადლობას და პატივისცემით მოვიკითხოთ ბატონი რევაზმიშვილაძე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, უსურვოთ წარმატება, მზეგზელობა, სიკეთე, გახარება. კი და ბატონო, მზეობა და დიდებულება ქვეყნიერებისა და მაშინ დავამატებ რა თქმა უნდა ყველას და როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა ფილიპე ცარცვალა ლამაზმა ასე თქვა მე ღმერთებს მადლობას ვწირავ რომ შვილი არისტოტელეს ხანაში შემეძინაო და ალბათ მადლობ უფალს რომ მე ასეთი ადამიანების გვერდით დგომის უფლება და დაბადება მომცა. Ну, რა თქმა უნდა, ვისწავლე, დავამთავრე საშუალო სკოლა, საშუალო. და ჩავაბარე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნის სპეციალობით. ვარ პირველი პროფესიით იურისტი, მაქვს გამოცდილება მოსამართლის თანაშემწის და გამომძიებლის თანაშემწის თანამდებობა, სამსახურებრივი გამოცდილება და მაქვს ასევე მეორე პროფესია, ფილოლოგი, რომელიც დღემდე მყავს სალექციო კურსის სტუდენტები, მყავს მოსწავლეები და სხვათა შორის იურიდიული ფაკულტეტის სალექციო კურსის სტუდენტებიც მყავდა და ასევე ფსიქოლოგიის სერტიფიცირება, არადიპლომირება, იურიდიული და ბავშვთა ფსიქოლოგია. Ну ეს ცოდნისმიერად, რაცაც მართლა ძალიან დიდ მადლიერების ღირსებას ვანიჭებ, იმიტომ რომ ალბათ ფიქრობ, არა მარტო ეხლა მე ვინ ვარ, მე ვფიქრობ, ჩემი გამოვიტანო, მაგრამ ადამიანის ღირსება პირველი არის შენი მე თუ საიდან მოდიხარ, ვისი გორისა ხარ და მე ვინ ხარ შენ, რა გაქვს ის დადებული რომ შენსას ამობ, შენი აქამდე მოტანილი რა გააკეთე, რა შეძელი, ან როგორ ეცადე რომ შეგეძლო, შეგძლებოდა და რას მიაღწიე გონისმიერად. იმიტომ რომ უფალმა მოზილა თიხად შთაბერასული და მისცა გონი მას სამოძრაო და ცოტა ზედმეც ვიტყვი, ხა მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და უფალს დიდება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ ყურანშიც ასე წერია რომ ну უფალმა ასე ვიტყვი მოზილა შეადედაო სისხლი გარშემოწერა და მისცა გონი სამოძრაოდ თუმცა რა თქმა უნდა მუჰამედიც წემსმა ქრისტიანულად ეზიარა სარწმუნოებას და მერე გახდა ის წინამძღოლი და ამიტომ ამბობ გონი ყველაფრის მეტყველია და ყველაზე მეტად მამოძრავებელია ღირსობისა ადამიანში და გონი თუ წიგნისმიერია და გონი თუ განათლებულია ეს ხომ ადამიანობის ну გვირგვინოსნობამდე მისასვლელი გზაა და აი ზუსტად ასეთი ადამიანების გვერდით რომ დღეს მე უფლებას თავს ვაძლევ უფლებას გვერდით დგომისა და ვუსმენ მათ და მე ვუთხარი ასე ბატონ ბახათიერ არაფერს ვუთხარი და ბატონი ზალი იყო და ვუთხარი ასე რომ აქედანვე მოვიკითხოთ ბატონი ბახათიერ არაფერი და ბატონი ზალ ბოტკოველი ზეგზელობა სიკეთე გახარება კი ბატონო გისმენთ რაღაც ვუთხარ რომ მე მანამ უნდა ვიყო და ვუსმინო და ვისმინო სანამ დაეუფლებრივად მომეცემოდეს იმისი ნება რომ ჩემ დასასმენად სხვანი განეწყო ანუ მივაღწიო იმდეს და ასე რომ აი ჩემი მე ასე წარმოვაჩინე რომ მე იმ ადამიანების გვერდით ვისი ღირებულების ღირსების ფასეულობის მეც ჩემამდე მოვიტანე და აი უფალმა ინებოს რომ შემძლებოდეს მათ გვერდით და შემდეგ გავაგრძელოთ ანუ ვარ ამჟამად სტუდენტების მოსწავლეების ჩემ ბავშვების აღსაზრდელების ის მოძღვარი რომელთა წინაშეც საჭეთ მყრობელი მე ასე დავარქვევ ხელში კანდელში დანთებული სანთლების მე ვარ თვითონ კელაპტარი რომელიც წინ უნდა წარუძღვეს და ისინი კიდევ ის მარცვლები არიან რომელთა ჩაბნეული თესლიც ჩემ დასადიედებლად აღმოცენებული ნაყოფი იქნება კი ბატონო ჩემი ოჯახური მდგომარეობა ეთილი კი ბატონო ამ მიმართულებით ბრძანეთ თეთრი ოტელო, ხო? ხო, ჩემი, ხო, ეგ ჩემი ოჯახური ხო, აი კაცა. კი, მყავს თეთრი ოტელო, რადგანაც ვარ დეზდემონა, ანუ მყავს მეუღლე, კობა ხუჭმა, რომელიც სამხედრო პირია. ანუ ამაზეც ვუთხარი, ადრე ვიყავი სტუმრად და რა თქმა უნდა, ჩემთვის არის ღირსება იმის, რომ მყავს გვერდით მდგომი ადამიანი, რომელიც ცხოვრების მეგზურად
ნუ მე ავირჩიე, ასე არ ვიტყვი, მაგრამ უფალმა ერთმანეთთან მხოლოდ ეს ჩვენი მეობა არ არის. ეს განგების და ზენაარსის გადაწყვეტილებაა და მადლობ უფალს, რომ ეს მეობა ჩემი არჩევანი უფლის გადაწყვეტილებაა. და მყავს ორი ანგელოზი, საკუთარი პირმშონი, გოგონა თიკა ხუჭუა, საერთაშორისო ურთიერთობების დიპლომატიური კურსდამთავრებული და ვაჟი მყავს კიდე ბიჭი ცოტნე ხუჭუა. სკოლის მოსწავლეა, მე-11 კლასის საჯარო სკოლის კი ბატონო, ნამდვილად მთლიან ოჯახს დიდი პატივისცემით მოგითხრა. მადლობა. თქვენ მეუღლეს, თქვენ შვილებს, მადლობა. განსაკუთრებით თიკას, იმიტომ რომ მან პირველი ინტერვიუ თრიალეთის ტელევიზიაში, ასე ვთქვათ, მან ჩაწერა ჩემს მიმართ და მოგითხრა პატივისცემით, დიდი ასე მადლობა. ვთქვათ, დიდი სიკეთე და გახარებას უსურვებ თქვენ ბავშვებს და მეუღლეს. გაიხარეთ. კეთილი, ძალიან მადლობა. დიდი მადლობა და რა მაინტერესებს პატივცემულო დეზი, როდის შემოვიდა თქვენ შემეცნებაში ის პირველი ჰაეროვანი რაღაც ლექსის წერა და ამ მიმართულებით რო ბრძანოთ და არა მარტო ლექსებს წერთ, ხო? თქვენ ნოველებს, ხო? ნოველა არა, ხო, ჩანახატები, ნოველა ესე ძალიან ხმამაღალი არის, ჩანახატები, მოთხრობები. ოღონდ არ მაქვს ეს გამოქვეყნებული ზედმეტი სიტყვა მიმაჩნია ხოლმე, ანუ მაგრამ აი ლექსებიც არ, მე ვწკარავ ვავლებ ხნულებად, ვავლებ ნაკვალევს და აი ის რომ მართლა მინდა იცი, რომ მე რქვას, რომ რა კარგია, რა ლამაზია, რა ბედნია, თუმცა თავს არ ვაუგებ, რომ არ ვჯღაბნიო, ახლა არც ტრადიცია, მაგრამ მათ ტიტანების გვერდით ესე ცოტა ხმამაღლა და შემოვიდა არა, ანუ მე ძალიან პატარა გოგონა ვიყავი, ალბათ 10-12 წლის ვიყავი, როდესაც აი ქვიშხეთში მწერალთა სახლში დავყავდი. იქ ბატონ ბაღათერთან ცისკაში რაღაც ნახე ლექს და მე გაზეთში ვარ დამეჭდილი, მასთან პატარა გოგონა ბრძენაცნავებიანი, ბავშვთებიანი წერდი, აი ახლაც მასე ვიტყვი მას და ძალიან კითხვის შედეგად ნააზრევად რაღაცებს წერდი. მერე იყო დაბეჭდები, არა ესე კი რაღაცები მახსოვს, ეხლა იცი როგორ მინდა ვთქვა, აი ეს ბავშვურად დაწერილი, ხა ბავშვურად რა, ის ბავშვობის დროინდელი შემორჩენილი მაქვს გაზეთებში რომ ვიბეჭდებოდი, აი ნოჩიენელი, კიდევ და ხო, კი, იყო გორში გამოდიოდა ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე იყო და ბატონი ზაურ წაქაძე, ყაყაჩო, ასეთი გაზეთი. გაზეთ ყაყაჩოში ვიყავი დაბეჭდილი, რამდენ დაიბეჭდა ჩემი ლექსები რამდენჯერმე და რაღაც მოთხრობა. და კიდე ვარ გაზეთ ყაყაჩოსთან არსებობდა გონება მახვილთა, იღბლიანთა და აზრიანთა კლუბი GIA, აი ეს აბრევიატურა, სადაც რომლის გამარჯვებულიც მე ვარ. ესეც ჩატარდა გორის ერისთავის სახელობის თეატრში და იქ ძალიან დიდი შედეგობრივი წვლილით გამოვიდა, ასე ბევრი ასეთი რაღაც. და მახსოვს რა, მე ვარ იცით როგორ მინდა ვთქვა, სამაჩაბლოს პირველი ომი როდესაც იყო, აი იმ დროის ბავშვი ვარ. და ჩვენთან მე ვარიანში ვარ გასწრე, ძალიან ახლოს არის ეს ცხინვალე და ძალიან ხშირად ბევრი ის რაღაც ტკივილი ჩემს ყურთასმენას, გონებას, გულს ნამდვილად გადავლილი აქვს. და მოწვეულნი იყვნენ დიდებული ადამიანები, ცნობილი მწერლები, პოეტები. ცოტა ამპარტავნებით ვიტყვი, რაც ჩავიდინე, არ ვიცი რამდენად, მაგრამ ბავშვად ალბათ ამბიცია იყო. და თქვენს რომ 5 ბავშვი, 5 კარგი წარჩინებული მოსწავლე უნდა წაეყვანათ, რომ გამოეჩი, ანუ დაებითად მისი შემოქმედება მათ შესახებ. მე მყავდი ძალიან კარგი მასწავლებლები და ძალიან ღმერთმა სიკეთე და ღმერთო უფალო და ბევრჯერ დიდხანს იყოს მათი ლოცვა ჩვენს დიდებულების და ღირსებისთვის. და იყო ძალიან ბევრი კარგი ბავშვი იყო, ახლა ძალიან კარგი სკოლა, კარგი მონაცემები და ალბათ ვიფიქრე ის, რომ მე აუცილებლად უნდა გავსულიყავი იმ ხუთეულში. და მარტო იმის გარდა, რომ კითხვა-პასუხის ვიქტორინას და რაღაცას ჩავერთე, გადავწყვიტე, ეს კარგად მაქვს ის შენახული, გადავწყვიტე, რომ უნდა დამეწერა მოთხრობა. დავწერე და დავაწერე ასე, ომი და სიყვარულის ძალა და რატომ ვამახვილებ ყურადღებას სამაჩაბლოს ომზე. იმ მოთხრობაში მიწერია, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა, ანგელოზა სახელი, ასეთი, არის შეყვარებული ვაჟზე, რომ მე მოხდება ეს ომი, ეს ხარცეცხლი, ეს ყველაფერი და ესენი დაიკარგებიან, დაშორდებიან. მე უკვე ამ ბრძოლების შედეგად
ანუ დიდი ბრძოლა რამდენი მოხდა, მე უკვე გააგრძელდა როგორც იყო ეს სამაშაბლოს. ესენი გაიზარდნენ, უკვე აღარ არიან იმ სკოლის პერიოდის ასაკს და მოწიფულები. ეს ბიჭი დაიჭრება და ლაზარეთში ერთ-ერთი ქალბატონი გოგონა უვლის დაჭრილებს და ოპერაციას აკეთებს ის გოგონა. ეს ბიჭი ბოდავს და ამბობს ხშირად ანგელოზა და ყველას გონია რომ ბოდვის დროს ანგელოზს ხედავსო და ამ გოგონას ანგელოზად მიიჩნევსო. მაგრამ იქ დავწერე რომ ეს ანგელოზი კი არა, ანგელოზა იპოვა და მას ანგელოზმა სიცოცხლე აჩუქა. ნუ რაღაც ასეთი აი ეს იყო ის, რამაც მომიტანა ის წარმატება, რომ იმ ხუთეულში ალბათ პირველი მეორე ვიყავი და დავბეჭდეს, ჩემს მასწავლებელს მივაწოდე და მან გადააწოდა და რომ წაიკითხეს, რა თქმა უნდა, ალბათ იფიქრეს ეს რაღაც მართლა სიამოვნებს ახლაც რომ ეს ყველაფერი მიღწევით იყო და ამიტომ ვაბა ის ჩემი პირველი ამოგვირისტებული ნაკვალები ასე დაიწყო და ასე ძალიან კარგი და მე მაინტერესებს დღესდღეობით მე ვიცი რომ თქვენ ასე ვთქვათ ერთ-ერთ ქალაქში უძღვებით ერთ-ერთ ძალიან ისეთ შემოქმედებით და ამ მიმართულებით რო ისაუბროთ შემოქმედებით ორგანიზაციას თუ შეიძლება რომ ბრძანოთ ორივე სიტყვა რა თქმა უნდა დიდი სიამოვნები და მადლობა შეკითხვისთვისაც ამ დაფასებისთვის რაც ახლა ჩემთვის ნამდვილად ფასეული და ფასდებულია წარმატებისა ბაღდადში, სოფელ ვარციხეში არსებობს ხელოვანთა შემოქმედებითი სახლი, სახელწოდებით ლუის პარნასი, რომლის ხელმძღვანელი დირექტორი გახლავართ მე. თუმცა ამ ყველაფრის სამადლობელო და სადიდებელი საქებრად უდაოდ არის ქალბატონი ლუიზა ბეჭვარიასანი. ეს ქალბატონი გახლავთ ემიგრანტი ამჟამად და მან შეიძინა ეს ყველაფერი ხელოვანთა შემოქმედების სახლისთვის, შეიძინა სახლი, ტერიტორია ამ ყველაფერი იმისთვის, რომ იქ მიეწვია ხელოვანთა წრის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა დავსწრეს საზოგადოება, მოყვარულები, მსურველები, მნახველები და დიდი ხანია ეს ფუნქციონირებს, თუმცა ახლა ერთი წელია უკვე ცოტა მე ვარ მისი განმგებელ უფლებაში დირექტორობით, მაგრამ ქალბატონი ლუიზა ყველაფრის ფინანსურადაც ყველაფერი რაც კი დამოკიდებულია მასზეა და მადლობა მას კიდევ არა მარტო ამ ეთერით, არამედ სულ ყველა ალბათ ზოგადად და პირველი მე მადლობ იმისთვის რომ იქ სადღაც ის შორეულ ემიგრაციაში მონატრებული ყველაფერს იმ ბედნიერების სხივებით ბრწყინავს, რომელსაც მისგან დატოვებული ეს სასახლე, ეს ხელოვანთა ტაძარი აწვდის და მადლობა რომ იმ ყველაფერს იღებს არა იმისთვის რომ მან მიიღოს რავი სიგელ გუჯარი რაღაც არა, მხოლოდ გაიხარონ მათ ვისი ნაკვალებიც დიდებული და დიადია და მადლობა კიდევ ერთხელ მწერალთა შემოქმედებით კავშირს, რადგანაც მე ჩემი პატივისცემაცაა და ყველაზე მეტი რომ იქ იყვნენ, მობრძანდნენ, დაგვაფასეს, მადლობა ბატონიკო თქვენ თავად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი როგორც ხელოვანმა, პოეტმა, შემოქმედმა და როგორც თქვენი აღბეჭდეთ და შერავანდედით შემოსეთ და შემოგვინახეთ და მადლობა მათ რომ ჩვენთან მობრძანდნენ ან თავიანთი დიდებულების ნაკვალევი გაავლეს და ბევრი მომავალი კიდევ იქნება იქ. კეთილი, ძალიან კარგად მახსენდება, ასე ვთქვათ, ის მშვენიერი დღე, სადაც ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, ქალბატონი მანანა გორგიშვილი, უდაოდ წმინვალება, ბატონი ბადრი ქუთათელაძე, ქალბატონი ლალიჩხეიძე და ქალბატონი ლალიჩხეიძე ბედნიერი ვარ რომ იმ დროს აქ იყო და მას ეს წილად ნაგები ჩვენგან გაღებული სიხარული ძალიან საინტერესო რა მოიყო, უგუნესი მადლობა და აქვე მოვიკითხოთ ქალბატონი ლუიზა, რომელიც რა თქმა უნდა ემიგრაციაში არის, მოგიკითხავთ ქალბატონი ლუიზა და თქვენ გაკვალულ გზას დეზი, ასე ვთქვათ, იმ შეგნებით, იმ საშური ენერგიით აგრძელებს, რაც თქვენ ჩანაფიქრში გქონდათ და გააქვთ, რომელიც ქალბატონმა დეზიმ წანა ეს წუთია. გილოცავ და შეგრძელობას სიკეთეს და მალე დაბრუნებული ყავით ჩვენს ქვეყანაში. და საკუთრად თავად გაგეღოთ ისე კარიც და ხელგაშლით ჩაგეკრათ ყველა ის ადამიანი, ვინ ჩვენ პატივი დაგვდო იქ. მადლობა. კეთილი კი ბატონო, მადლობთ. და დეზი ემანულიძე. მაინც
ფეის გვერდზე საზოგადოებისთვის თქვენ ახლა აღნიშნეთ რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ იმ პოეტურ სულისკვეთებით ბრძანდებით და პოეზიას ემსახურებით, რომელიც Facebook-ზე საქვეყნებთ, იგივე გამოსვლებში გამობრძანდებით საღამოებზე, პოეზიის საღამოებზე გამობრძანდებით და თქვენი ლექსით, ასე ვთქვათ, ადგოთ მსმენელს და თუ შეიძლება ამ მიმართულებით რამოდენიმე ლექსი რო წაგვიკითხოთ და უკაცრავად სანამ ამ ლექსის საკითხვაზე გადავიდოდეთ, წიგნი არ გაქვთ ხო გამოცემული და თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით რომ ბრძანოთ წიგნთან დაკავშირებით თუ ფიქრობთ რა. ой, რასა როგორ არა. ახლა თუ ძალიან არ გავკადნიერდები იმით რომ რატომაც არა ჩემი წიგნი უნდა იყოს, რომ მართლა ვიტყვი, კი, მინდა ის ჩემი კვალდამჩნეული რაღაც არა, მარგალიტები, მე ასე ვუწოდებ, სული სამოძახილი, იყოს აკინძული ფურცლება და შრიალებდეს, თუნდაც მე ხე გაფოთლილი, რომელსაც მართლა ჩეროსავით შეეფარებიან, მომიტევეთ თუ ასე ვიტყვი, მე მინდა ჩემი ფურცლები იყოს ჩეროსავით შესაფარებელი იმ მომავლისა, რომელთაც ნამდვილად ხელწიფობით დღეს მოძღვრა. რა თქმა უნდა, და მე ხშირად მიღნიშნავს ეს აი იმ დიდი შემოქმედებითი კავშირის ერთი რგოლი და ნაბიჯი მეც ვიყო, რომელსაც realთა შემოქმედებითი კავშირი. ეს ჩემთვის იცი ოცნებაა, მაგრამ პატივი და ღირსება. რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ტაძარში შესული შენ ლოცვას იწყებ. და შორიდა რომ უმზერ იმ ტაძარს რომ მეტავი შემიყვანა და იქ მე ხატისინ დამაჩოქა და რომ შედიხარ და იმ ხატისინ ხომ ეს მეტია. აი ეს არის ასე ვფიქრობ. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. კი ბატონო და უახლოეს ხანში ალბათ ამინ. მე კითხველი ნახავს თქვენ წიგნს, სათაური თუ მოფიქრებული გაქვს? ხო, რაღაცები არის. ოღონდ დავიტოვოთ. კი ბატონო, ახლა თუ შეიძლება პატივისცემით დეზი, რამოდენიმე ლექსი რომ წაუკითხოთ მსმენელს და მაყურებელს და? კი ბატონო. წავიკითხოთ, მოდი მაშინ ლაშა გახარია ამბობდა ბატონი დიდი ლაშა გახარია რომ პოეტი მაინც ერთი ლექსიაო და ნუ მეც რაღაცა ყალდამჩნეულად ერთი ის მაქვს, რომელიც ასე ვფიქრობ რომ ზარივით ჩამოვკარი მეთქი და რაღაც დედოზარი იყო ჩემთვის. თუმცა ბევრი სხვა შეიძლება მოსაწონი იყოს, მაგრამ აი ჩემთვის რატომღაც ეს ყოველთვის არის ხოლმე სული სამოძახილი, გულის ტკივილიც არის და ის მეობა, რომელიც ალბათ გამყარება. კეთილი გისმენთ. სამშობლოს ტკივილს გული დაუსერავს, მის ბედნიერებისთვის მინდა რომ ვდუხდე. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაჭრილს, სიცოცხლის ყიჟინა მინდა რომ მქუხდეს. სამშობლო, ჩემი გულის ფეთქვა, შვილი ვარ ჩემი ქართულ მთავარის. ტკივა აფხაზეს ბრთა მოტეხილიან გულს ვესწრაფი შეკვრას კამარის. საქართველოზე გული მიტირის, გული ბედიის ტაძარში ფეთქავს. ხმა ღაღადისი თუფალთან ჩოქვით მოქვის მონასტერს მსურს ლოცვა მეთქვა. გურიის მთებში ქრიან ცხენები, ბახმარო სუნთქვით გულანთებული, საწერ ეთლოში ჩანგურს დაუმღერი, სამურზაყანოს ცხივართებული. ვდგავარ იმერეთს მაღლობზე გორას, შორს დარდით გავცქერ მარუხის ტეხილს. ტკივილით ვიწმენ ყოდორის ცრემლებს, ვეღარ ვერევი ფიქრებს სატეხილს. აქ სამაჩაბლო მისველებს თვალებს, ლიაქვს ჩამოაქვს ცოდვის ცრემლები, სისხლმა შეღება წვერი ახოს მთა, ყველას დასერილ გულს ვეფერები. გმინავს ტკივილის ხმა უდრტვინველად, მტერს რომ უმღერდნენ გმირულ შავ ლეგოს. ანწუხელიძის ამაღ, ქართულ სულს ფიცავ, სიკვდილს სიცოცხლე რომ შევაგებოთ. თავისუფლება ჩვენი სუნთქვა, ტანჯვა არ მოკლავს, მტერი ვერ დაგვცემს, თავისუფლება საქართველოა, ქართველებს ვერვინ რომ ვერ წავართმევს. მადლობა, ეს არის რაღაცა ალბათ დედობის, ღირსების, მეობის, ქართველობის, ადამიანობის, სიცოცხლის სიმბოლოა ჩემი საქართველო. გაიხარეთ უგრმესი მადლობა და პატივისცემულო დეზი თქვენი ხვალინდელი დღე და გეგმები. ხო, ჩემი ხვალინდელი დღე არის უფლისადმი მინდობილი სიცოცხლე და ჩემგან გავლებული ქარიშხალი.
მაგრამ რადგანაც შვილი ქვიაშვილი კაცი ქვიაშვილი სოფლისა უნდა კიდეც ამივსდიოთ მათ quesmas მშობლისა არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს და უკან ძალიან ბევრი გეგმა მომავლისა რომელიც სანათელოთ არის საფრთხილებლად მზეობს ადლოთ გაიხარეთ და ერთი კითხვა ნატურის თვალი რომ გქონდეთ რა სინათლე და დეზი ემანუელი მოდი მაშინ ასეთი წიგნია ქურდები და არიფები და იქ ეკითხებიან რომ კოჩიაო ნატურის თვალი რომ გქონდესო რა სინატრებდიოდა ნატურის თვალი რომ გქონდეს იმდენ რამეს ვინატრებდი ნატურის თვალს ძალა გამოელეოდა ხო მაგრამ მე მაინც ვიტყოდი რომ იცი ნატურის თვალი რომ გქონდეს ვინატრებდი რომ ადამიანებს შეძლებოდათ ადამიანობა ამას ჩვენ საუბრობთ და ახლაც აღნიშნავ იმას რომ ამბობენ ხოლმე რომ ბოროტებაო ადვილი ადამიანობაო ძნელი თორემ ბოროტება არა პირიქით ვამბობ ადამიანობა ძალიან ადვილია თქვი როდესაც გავიღვიძებთ აი თვალს რომ გავახელთ სანამ რაღაც მოგვივა რას ვხედავთ თავისუფალ სივრცეს სამყაროს სინათლეს ჩვენ ხომ სინათლის სხივებს ვხედავთ და აი სინათლის სხივის შემხედვარე ვინ ვართ ადამიანი ღვთისგან ნაშობი ვართ სიწმინდე სუფთა და ნათელი თვალები აი როდესაც ფიქრად მოდის და როდესაც რაღაცას საკუთარი გონებიდან გულიდან ადამიანობას გადადიხარ ეს არის ბოროტება და ეს ართული თორემ ადამიანობა ადვილია იყავი ის ვინც ქშაუფალმა იყავი ის ხატება რომელიც აგანთო თავის სანთლად ტაძარში და მეტი არაფერი და ამაზე მეტი რა უნდა იყოს რომ ხარ ადამიანი ხარ ცხოველმყოფელი ძალისა ყველაზე მეტად ძლიერებად ქვეყანასა ზედა ხარ სულიერებად შეგრძნებადი ყველაზე მეტად ქვეყანასა ზედა და ხარ შენი მე საკუთარი ძალის მე ღვთიური მე მაგრამ ბოროტება ხომ დარბის დაძრწის სხეულს სულს ფათურობს და მერე გთრგუნავს და ქშლის ამიტომ ბოროტება ყოფილა ძნელი ადამიანობა ადვილი ყოფილა და ღირსყოფადობა ღვთიური უღრმესი მადლობა მეტად საინტერესო საუბრისთვის წარმატებებს სიკეთის გახარებას გისურვებთ პატუცემულო დეზი და თუ შეიძლება ერთი კაცის ტელევიზია ნიკოლა ფილმს დაუტოვოთ თქვენი სავიზიტო ლექსი მელაპარაკე დრო და მანძილი ხომ არ არსებობს სიყვარულისთვის შენგან დუმილსაც ვიღებ მეტყველად და მიშინია ჩემი გულისთვის მელაპარაკე თუ როგორ მნატრო როგორ ყვებიან ჩვენზე დარაკებს რადგან წამია ეს საუკუნე გთხოვ ცუდით მაინც მელაპარაკე მითხარ რომ ისევ შენ ჩემთან გინდა სურვილ გონებას ვინდავს და შეგშლის ბევრჯერ შორეთში ჰორიზონტს ვლანდავ თვალს უცრებლია წვიმებად ჩემთვის მელაპარაკე ირთმებად სტროფის ცად ქუხილს ძახილ მელაპარაკე ქარის ნანინად მომძახე ბრძერა წყაროს მუსიკად მელაპარაკე მოდი მოასკდი ჩანჩქერ მდინარეთ აბობოქრებული იყავს ზღვის ღელვად სიყვარულო მფინე ხატოვანს მათა გულს აფეთქებად გამიგრთიალვად მელაპარაკე ღამეულ თრთოლვით აი ის სხივად მელაპარაკე ბულბულს გალობად შაშვის ჭახჭახით მელაპარაკე ზაბრად ნატრისა სიზმრად სასთუმალს მელაპარაკე პოეტურ რითმად მექმენ ყიჟინად გრძნობის ლექსებით მელაპარაკე უღრმესი მადლობა ეს იყო ერთი კაცის ტელევიზია ნიკოლა ფილმი გადაცემით ჩვენ პოეტები საქართველოსი ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ